ფქვილზე, ქერსა და ქატოზე საიმპორტო გადასახადი შენარჩუნდება. დადგენილება ძალაში 1 აპრილიდან შევა და განუსაზღვრელი ვადა ექნება. ფქვილის შემთხვევაში 1 კილოგრამზე ფასი 30 თეთრია, ტონაზე კი 250 ლარი იქნება. ქერსა და ქატოზე კი გადასახადი კვლავ 20 თეთრი, ანუ ტონაზე 200 ლარია. გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა და იმ სიკეთეებზე საუბრობს, რომელიც საიმპორტო გადასახადის შემოღებას მოჰყვა. საქართველოს მთავრობამ 2023 წელს სუსტად შემოიღო ეს გადასახადი, იმისათვის რომ დაებრუნებია კონკურენციის პირობები ბაზარზე და შესაბამისად იმის შემდგომ 2023 წლიდან სტაბილურად მუშაობს ცისკურ კომბინატებიც, ხორბალის ბარდება და პურის ფასთან მიმართებაში დიდად გამოწვევები არ იყო. პლუს კიდე ამ თვითონ გადასახადით 50 მილიონ ლარამდე შემოსული არის ბიუჯეტში შემოსავალი მოსაკრებლის სახით, რომელიც ადრე არ იყო. ანუ შემაჯამებლად რაღაც ძალიან თუ ავკარგიანობაზე ვილაპარაკეთ ამ გადასახადის, ამ გადასახადმა ყველა მხრივ კარგად იმუშავა. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანია, რომ ეს გადასახადი გაგრძელდა კიდე და შესაბამისად პარამეტრებით გაგრძელდა, რაც დღესდღეობით უზრუნველყოფს კონკურენციის პირობებს. აქედან გამომდინარე, ახალ სავალზე რომ ივნისში დაიწყება ცისკურ კომბინატები ელოდებიან ქართული ხორბლის ჩაბარებას, დღესდღეობით თუ შევადარებთ ფასი ცისკურ კომბინატებში ჩასაბარებელი თუ ქართულ ხორბალზე გადავანგარიშებთ დაახლოებით 80 თეთრიდან 90 თეთრის ფარგლებშია. რაც უპრეცედენტოდ მაღალი ფასი არის, შეგახსენებთ რომ შარშან იყო 60 თეთრი, ცოტა ხანი იყო 70 თეთრი, იმის წინა წელში უფრო დაბალი იყო. შესაბამისად, ველოდებით რომ ჩვენი მეხორბლეები თუ ასე განვითარდა მოვლენები, რაც დღესდღეობითაა, საკმაოდ კარგ შემოსავალს მიიღებენ წლევანდელ წელს. რაც შეეხება თვითონ ცისკურ კომბინატების მუშაობას, ცისკურ კომბინატების მიერ უზრუნველყოფილია თვითონ ხორბლის მარაგები, იმიტომ რომ ცისკურ კომბინატები მუშაობენ იმისათვის, რომ თქვა, ხორბალის დაფა და მარაგები იქონიან, მანამ სანამ ახალი მოსავალი იქნება და ზუსტად ეს გადასახადი უწყობს ხელს კონკურენციის პირობებში ამ ხორბლის შემოტანას, მათ შორის იმპორტის. პურთან მიმართებაში, რაც შეეხება ხორბლის ფასის მატებასთან დაკავშირებით, რაც გითხარით, რომ მეხორბლეებისთვის ძალიან კარგია, მეყურებისთვის გარკვეული პრობლემები ამან შექმნა, იმიტომ რომ მაღალი ფასი ხორბალზე თავისთავად ცხადია, ფქვილზეც მაღალი ხორბალი ფასია და შესაბამისად პურის წარმოებლებსაც აქვს გარკვეული გამოწვევა. თუმცა აქ ჩვენი ვთქვათ, რამოდენიმე ვთქვათ გამოსვლა იყო ამ შემთხვევაში პურის ასოციაციის, მაგრამ ჩვენი ვთქვათ პასუხიც არის და ზოგადად სწორიც არის ის, რომ ქვეყანაში უნდა იყოს აუცილებლად ხორბალი, უნდა იყოს უსაფრთხოება დაცული და შემდგომ შეიძლება ვთქვათ უკვე ნებისმიერი ინსტრუმენტით ვთქვათ ფასთან მიმართებაში, მათ შორის პურის ფასთან მიმართებაში გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენება. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ ხორბალი არ გვექნა, თავისთავად ცხადია, უბრალოდ პურის ფასზე კი არა, პურზეც ლაპარაკი შეიძლება არ იყოს. აქედან გამომდინარე, პირველი პრიორიტეტი არის ხორბლის არსებობა ქვეყანაში, რაც ცისკურ კომბინატების მუშაობას უზრუნველყოფს და ადგილობრივი წისქვილების მიერ ადგილობრივი ხორბლის ჩაბარებას და მერე არის შემდგომ უკვე ფასზე ლაპარაკი, მათ შორის პურის ფასზე და რაც მე ვთქვი, რომ 50 მილიონი ლარი მობილიზებულია ამ გადასახადის სახით, სრულიად შესაძლებელია მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება იყოს ამის გამოყენება, ამ 50 მილიონის, რომელიც აკუმულირებულია ზუსტად ამ გადასახადით, იგივე პურის ფასთან მიმართებაში. ანუ ეს გადასახადი რეალურად ისე მუშაობს, რომ ფაქტიურად კრიზისების დროსაც შეუძლია დააბალანსოს მათ შორის თქვა პურის ფასთან მიმართებაში გამოწვევები და რეალურად უზრუნველყოფს მაგალითად ხორბლის ჩაბარება საკმაოდ ნორმალურ პირობებში ცისკურ კომბინატებში.